ეფესელთა მეოთხე თავის 24-დან 27 მუხლის ჩათვლით 29-დან 32 მუხლის ჩათვლით დილით ლოცვაზე წავიკითხეთ ძალიან მინდა რომ ლოცვაზე მოხვიდეთ ძვირფასებო ლოცვას აქვს ძალა თუ ჩვენ რამე გვჭირდება ეს არის ლოცვა ჩვენ გვჭირდება ჩვენი ცხოვრების შეცვლა და ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ ვინა ვართ იესო ქრისტეში და ჩვენ ბოროტმა არ უნდა მოგვატყილოს ბოროტის მთავარი იარაღი არის სიცრუე ანუ ის შენ გატყილებს ის შენ არ გაგებინებს იმას რაც უნდა იცოდე და ის შენ და ცდილობს რომ დაგტოვოს იმ აზროვნებაში, იმ ფიქრებში, იმ განსჯაში, რომელიც შენ განგრევს და რომელიც შენ გაცლის ძალას. ეს არის ბოროტის ფუნქცია, მაგრამ დაწერილი არის, რომ მე მოვედი იმისათვის ამბობს იესო, რომ გქონდეთ სიცოცხლე და გქონდეთ უხვი სიცოცხლე. იცით სიცოცხლე რა არის? სიცოცხლე არის სილაღე, სიცოცხლე არის სიხარული, სიცოცხლე არის მომავლის იმედი, სიცოცხლე არის რომ ტვირთი მოგცილდება. ამიტომ იესო ამბობს რომ ჩემი ფუნქცია სხვა არაფერი არ არის რომ ეგ ტვირთი რო გაქვს მოკიდებული და შენს ფიქრებშია, შენს თავში არის, შენს გრძნობებშია რომ არსად არ გცილდება, აი მაგ ტვირთვის მოცილება მინდა მე, მაგრამ ბოროტი გეუბნება რომ იესოს ეგ არ შეუძლია. მაგრამ იესოს შეუძლია ზებუნებრივად გააკეთოს ეს. დიდება იესოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი უფალთან მოსვლა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცოდნა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი იცოდე რა მოხდა გოლგოთის ჯვარზე. გოლგოთის ჯვარზე ზუსტად ეგ ტვირთის მოცილება მოხდა და შენ ფიქრობ რომ მე როგორ იქნება ეს ყველაფერი ზებუნებრივად იქნება და შენ ნახავ რომ ახალი სიცოცხლე გაქვს. დაწერილი არის პავლე მოციქული წერს შეიმოსეთ ახალი კაცით რომელიც შექმნილია ღვთისამებრ არსებობს ძველი კაცი არსებობს ახალი კაცი ძველი კაცი არის შენი ძველი ცხოვრება ძველი ფიქრები ძველი აზრები ძველი ლოგიკური მსჯელობა ძველი რჩევები რომლითაც მიდიხარ ძველებურად ყველაფერი მაგრამ არსებობს ახალი ქმნილება იესო ქრისტეში რომლითაც შენ ახლებურად აზროვნებ, ახლებურად ხარ განახლებული, სიტყვიდან გაქვს იმედი მოცემული, თავისუფალი ხარ. ამიტომ პავლე მოციქული, როდესაც უყურებდა მორწმუნეებს, ეუბნება, რომ ის ახალი აზროვნება, რომელიც მოცემული გაქვს შენ ქრისტეში, ამითი შეიმოსეთ. როდესაც მიდიხარ შენ ადამიანი სადღაც ან ფიქრობ ან დილით იღვიძებ ხო დილით რო იღვიძებს ადამიანი ფიქრები მოსდის ხოლმე მაგრამ შენ უნდა იცოდე რომ ძველი ფიქრები წაიღო და მოიტანო იესოში ფიქრები დიდება იესოს განიახლე შენი გონება სიტყვით შეიძლება ყველაფერი ცუდად არის ირგვლივ, მაგრამ შენ იცი, რომ დღეს იესო ქრისტე ჩაერევა და შეიცვლება ყველაფერი. შენს მომავალს შენ შეიძლება ვერ ხედავ, მაგრამ ის, ვინც ქრისტეში არის, მან იცის, რომ თუ იესო ჩაერევა მის მომავალში, შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ მას ვერც კი წარმოუდგენია, როგორი შეიძლება იყოს ეს ცვლილებები. იცით, ღმერთის გზები უცნობი არის. შენ ფიქრობ შენი გამოცდილებიდან, მაგრამ ღმერთის გზები არის უცნობი, მას შეუძლია არაფრისაგან შექმნა სამყარო. დიდება იესოს. ამიტომ ეუბნება პავლე მოციქული მორწმუნეებს, რომ შეიმოსეთ ახალი კაცით. როდესაც ჩვენ მოვდივართ ღმერთთან ძვირფასებო, თქვენ იცით ამის შესახებ,
რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ იესო ქრისტეს ჩვენს პირად მხსნელად ვიშვებით ზეციდან. რას ნიშნავს ზეციდან შობა, ხო? თქვენ იცით ნიკოდიმოსთან საუბარი იესო ქრისტესი. როდესაც ნიკოდიმოსი მოვიდა იესოსთან, ეკითხება, ნიკოდიმოსი ეუბნება, რომ მინდა რომ გადავრჩეო. იესო ეუბნება, რომ ვინც ზეციდან არ იშვება, ვერ იხილავს ზეცის სამეფოს. ნიკოდიმოსი ეკითხება, რა არისო ეს ზეციდან შობაო? ხელმეორედ უნდა დაიბადო. ხელმეორედ როგორ დავებადებიო? ხა ჩემი დედის მუცელში ხო არ შევალო და კიდე თავიდან გამოვალო. და იესო ეუბნება, შენო მოძღვარი ხარო და ვერ ხვდები რას გელაპარაკებიო. ანუ იესო რო ესაუბრება ჯულის მოძღვარს, ესაუბრება სულიერად, მაგრამ ის ვერ იგებს რას ელაპარაკება მას. რატომ? იმიტომ რომ ის ხორციელად ფიქრობდა და არა სულიერად. და იესო ეუბნება, უხსნის კიდე რომელიც უფრო გაუგებარია მისთვის. შეხედეო ქარსო, ხმა გესმისო, მაგრამ ვერ ხედაო. არ იცი საიდან მოდის და საიდან მიდისო. საით მიდისო. მართლაც ასე არის, ჩვენ ვიტყვით ხოლმე, გარეთ გავიხედავ. იტყვიან, გარეთ ქარი არის? შენ უნდა გაიხედო, ხო ესია? და როგორ ხვდები, რომ ქარი არის? რას უყურებ? ქარს უყურებ? ხეებს უყურებ. ხმა გესმის და იტყვი, კი ქარი არის. თუ ხმას ვერ გაიგონებ და ხეებს ვერ შეხედავ, ვერ მიხვდები სახლიდან ქარი არის თუ არ არის. და ასე ამბობს იესო, რომ ხედაო, მიდის მოდისო, ხმა გესმისო, მაგრამ საიდან მოდის, საით მიდის. თქვენ ვიტყვით ხოლმე, რომ აი წვიმაროა და ქარი რომ არის, ხო? აი რომელ ფანჯრებსაც ურტყამს, რომელი მხრიდან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქედან არის ქარი. მაგრამ თუ არ იქნებოდა წვიმა და ხეები, თუ არ იქნებოდა, ჩვენ ვერ ხვდებით საიდან მიდის და მოდის ქარი. უბრალოდ ქარი არის. ასე არის ზეციდან შობაცო. იცით ძვირფასებო, ადამიანი შობილია თუ არა ზეციდან, შუბლზე არ აწერია მას. არავინ არ იცის. ადამიანი შობილია თუ არა ზეციდან. მას საიდან ხვდება, საიდან შეიძლება ვიცოდეთ ადამიანი ზეციდან არის შობილი თუ არა? იცით, იყო ერთი საუბარი, რომ საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი ზეციდან არის შობილი თუ არა, და ზოგი ამბობდა, რომ აი მისი საქმეები, მის თუ შეიცვალა და რაღაცა. იცით, ბევრი ათეისტი, ბევრი ადამიანი ურწმუნოც იცვლება ხოლმე. რაღაც ხდება მის ცხოვრებაში და იცვლება. ადამიანი ზეციდან არის შობილი თუ არა, ეს მარტო მან იცის და ღმერთმა. იცით ძვირფასებო, ჩვენ შინაგანად ჩვენ თვითონ ხვდებით ამას, ვართ თუ არა ზეციდან შობილი. იმიტომ რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა უფალთან ურთიერთობაში როგორც არის, ამას ლაპარაკობს ჩვენი სულიერი მდგომარეობა. რისი თქმა მინდა ძვირფასებო, მაგრამ პავლე მოციქული, როდესაც ამას ამბობს, შეიმოსეთ ახალი კაცით, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ უკვე ახალი ქმნილება უფალში. შენ რომ ეკლესიისაკენ გიწევს გული, შენ რომ ღმერთთან გინდა ურთიერთობა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ზეციდან ხარ შობილი. იმიტომ რომ თუ ზეციდან არ არის ხარ შობილი, ვერ იტან ამ ყველაფერს. როდესაც ადამიანი ზეციდან არის შობილი, ჩემი ქადაგება და ღმერთის სიტყვები მას გულზე ეხატება, თავს მიქნევს და ამბობს და იტყვის, რომ კარგია ეს ყველაფერი, ეს მეხმარება, ეს სასურველია ჩემთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იშვა ზეციდან და მისთვის ღმერთის სიტყვები არის გამხნევება, მისთვის ღმერთის სიტყვები არის წინსვლა და რწმენის მომატება. მაგრამ პავლე მოციქული ახლა ამბობს, რომ თქვენ კი იშვით ზეციდან და თქვენ უკვე ახალი ქმნილებები ხართ.
იცით მე ამის შესახებ ნასაუბრები მაქვს, მაგრამ კიდე მინდა გაგახსენოთ, როდესაც ადამიანი ზეციდან იშვება, მისი სული იშვება. ადამიანი არის სული, შვინვა და სხეული. მაგრამ როდესაც ადამიანში და პიროვნება არის მისი სული. როდესაც ჩვენ მოკვდებით, სხეული, როდესაც ჩვენ ვკვდებით, ხო, სხეული კვდება, მაგრამ სული მარადიულია და მას მიყვება შვინვა. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ შენი სული კი არის ახლა შობილი ზეციდან. შენი სული კი განახლებულია, შენი სული უკვე დახსნილია იესო ქრისტეთი, მაგრამ იცოდე, რომ შენ ყავს სხეული და შვინვა, შენი გონება, რომელიც გეწინააღმდეგება და ძველებურს მიყვება. ამიტომ შეიმოსეთ ახალი კაცით, ანუ შენი გონება განიახლე, შენი გონება სიტყვას დაუქვემდებარე, შენი ფიქრები და აზრები ყველაფერი მიმართეს სწორი მიმართულებით. შენში უნდა თქვა, რომ მე ამაზე არ ვიფიქრებ, მე ამაზე არ ვილაპარაკებ. იცით, მე ვიცი რასაც ვამბობ, რომ მე მქონია ჩემს ცხოვრებაში რთული მომენტი და მე მithქვია, მე ამ საკითხზე არ ვიფიქრებ. როდესაც მოდიოდა ჩემში აზრი, მე ვამბობდი, სტოპ, მე ამაზე არ ვიფიქრებ, მე სხვა რამეზე ვიფიქრებ ახლა. და იცით, დროთა განმავლობაში მე შევძელი ჩემი მშვინვა ჩამეყენებინა ჩემს სამსახურში და ეს არის მნიშვნელოვანი ძვირფასებო. როდესაც სირთულეა მე ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ არა, მე ხლა დავჯდები და რაღაცას წავიკითხავ. ამ ბოლო დროს, როდესაც ქონდა სირთულე, როდესაც პირველად ჩვენ მივიღეთ ესე იგი სასამართლო განაჩენი, ჩემთვის ეს ძალიან რთული მისაღები იყო, იმიტომ რომ შენ მოგდის სარჩელი, სადაც შენზე წერია უამრავი სიბინძურე. და ეს როდესაც ამას კითხულობ, როდესაც შენ არასოდეს საქმე არ ქონია არც სასამართლოში, არც ესე იგი პროკურატურაში, არც პოლიციაში და შენ მთელი შენი ცხოვრება ცდილობ დაიცვა სიწმინდე, ამ დროს მოდის და შენ კითხულობ შენზე ისეთ რაღაცებს, რომ ყურები ესე იგი ვეღარ თვალებს, მე როდესაც დავიწყე კითხვა, ვეღარ გავაგრძელე. და რა თქმა უნდა ეს ჩემთვის რთული იყო ის დღე, მაგრამ ავდექი, ბოლომდე არ წამიკითხია სარჩელი, გადავდე სარჩელი, ავიღე არის წიგნი ესეთი წმინდათა ცხოვრება, ჯონ ფოქსის წიგნი არის და მყავს იქ ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი, რომლის ბიოგრაფია მიყვარს, ავიღე ის წიგნი და დავიწყე მისი კითხვა. იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ თუ ამას გავაგრძელებდი, შეიძლება ჩემი ფიზიკური მდგომარეობაც ყოფილიყო რთულ სიტუაციაში. ამიტომ ავდექი, ვიცოდი რომ ეს ბოროტისგან იყო, ავიღე ის წიგნი და დავიწყე მისი კითხვა და შევედი იმ სამყაროში, რომელიც არის ღმერთის რწმენის სამყარო, იმიტომ რომ ის ადამიანი ჩემზე მეტად იყო დევნილი, 100-ჯერ უფრო მეტად და როდესაც ვკითხულობდი თუ როგორ მტკიცედ იდგა ის, ამან ჩემში გამოიწვია სხვა გრძნობები, ანუ მე ჩემი მშვინვა დაუქვემდებარე ჩემს სულს. იმიტომ რომ მე ვიცოდი სიტყვა და მე ვიცოდი რა უნდა გავაკეთო, ვიცი რა სიტუაციაში რა უნდა გავაკეთო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასებო. შეიძლება ვინმე თქვას, რომ პასტორი ზალი გაწონასწორებულია და გააკეთებდა, არა, შენ და იცოდე, პავლე მოციქული ამბობს, შეიმოსეთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებ. ახალი კაცი, ჩვენი სული, ნამდვილი რაც არის, ეს არის ღმერთის შესაბამისობაში.
ამიტომ შენ სიტუაციებში უნდა შეძლო აკონტროლო. იცით ერთმა მსახურმა თქვა, რომ მეცნიერებს გამოუკვლევიათ და პირველ 7 წამში თუ შეძლებ შენი ფიქრების და აზრების გაკონტროლება სწორად, შეძლებ უკვე ყველაფრის კონტროლს. მაგრამ თუ მიუშვი შენი ფიქრები და აზრები, მერე კონტროლი ძალიან ძნელია. ერთს მეორეს მესამე მიყვება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ უნდა ვიყოთ სავსე ღმერთის სიტყვით. იცი, მე რო არ ვწოდნო და ის ეხლა ამ მომენტს ვამბობ უბრალოდ როგორც მაგალითს. მე რო არ ვწოდნო და რომ ის პიროვნება, რომელიც ცხოვრობდა მე-14-მე-15 საუკუნეში, მისი ბიოგრაფია რო არ ვწოდნო და არ მეწოდინებოდა რა წავიკითხო. შეიძლება ზოგმა ფსალმუნი წაიკითხოს, აგერ ჩვენმა დაცირამ თქვა, რომ რაღაც ნეემიას შესახებ წაიკითხა, ხო? ჩვენ იცით, იესო ქრისტე ამბობს, რომ როდესაც სასამართლოზე წარსდგებითო, ნუ გეშინიათ რა თქვათო, იმიტომ რომ სულიწმინდა გაგახსენებთო. სიტყვა გაგახსენებთ ნიშნავს იმას, რომ რაღაც უკვე გქონდა შენს მეხსიერებაში და ის გაგახსენდება რთულ დროს. ამიტომ მნიშვნელოვანია მშვიდობიან დროს სიტყვაში და სიტყვის შესაბამის სწავლებაში იყო ჩაფლული და კონდეს ეს შენს მეხსიერებაში. იცით, შეიძლება ზოგი ამბობს, რომ იცით, პასტორ ზალ, მე ვერ ვიმახსოვრებ ბევრ რაღაცას, რომ ვკითხულობ. უნდა იცოდე, რომ შეიძლება შენი მეხსიერება ვერ იტევს ყველაფერს, მაგრამ ყველაფერი ილექება შენში, შენს გონებაში და ღმერთის სული თავის დროზე გაგახსენებს. დიდება იესოს.